მოგესალმებით ნაზის ადვილაძე გადაცემა საჩინოდან. დღეს კვლავ ჩემთან სტუმრად მობრძანდა ბატონი გელა კოკიაშვილი და ჩვენ ვისაუბრებთ არაჩვეულებრივ კომპოზიტორზე სანდრო მირიანაშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. თქვენი სახელით მივესალმები ჩემს ძვირფას სტუმარს და ვეტყვი მადლობას მობრძანებისათვის. მადლობა ბატონო გელა რომ მობრძანდეთ და ვისაუბროთ არაჩვეულებრივ პიროვნებაზე და შესანიშნავ კომპოზიტორზე. ბრძანეთ. საქართველოს ისტორიაში იყო რაღაცა პერიოდები, როდესაც კომპოზიტორთა რაღაც გარკვეული თაობა, ესე იგი ბრწყინვალე კომპოზიტორების ესე ნიჭიერი თაობა რამოდენიმე პერიოდში მოევლინა საქართველოს. ეს იყო მე-20 საუკუნის დასაწყისში, როდესაც ასპარეზზე გამოვიდნენ ესეთი უდიდესი კომპოზიტორები, როგორც იყო ზაქარია პალეშვილი, დიმიტრი არაყიშვილი, მერიტონ ბალონჩივაძე, ნიკო სულხანიშვილი, ია კარგარეთელი, კოტე ფოცხოვაშვილი, ვიქტორ დოლგიძე და ეს პერიოდი ასეთი, ესე იგი ოქროს ხანა ასე დავარქვათ, ჩვენ ოქროს ხანა იყო ზუსტად საქართველოში მე-20 საუკუნის დასაწყისში კომპოზიტორების, რა ქვია, მოზღობების თვალსაზრისით. დიახ. მთელი პლიადაში მოვიდა, ნიჭიერთა მთელი პლიადა ქართულ მეობაში. და ეს ისტორია გამეორდა 50-იან წლებშიც. დიახ. ზუსტად ასე მოხდა. დიახ. და 50-იან წლებში ახლა მოვიდნენ ისეთი კომპოზიტორები, როგორც იყო გუგული თორაძე, არჩილ კერესელიძე, გოგი ცაბაძე, რეზო ლაღლიძე და ამ პერიოდში ამ თანავარსკვლავედში, კომპოზიტორთა თანავარსკვლავედში სასაკვირველია, თანავარსკვლავედს მოევლინა კიდევ ერთი შესანიშნავი მართლაც განუმეორებელი ჩვენი სანდრო მირიანაშვილი. დიახ. სანდრო მირიანაშვილი დაიბადა 1915 წელს ქალაქ სიღნაღში. პეტრე მირიანაშვილის ოჯახში. პირველ დაწყებითი განათლება იქ მიიღო და მუსიკალურ გაკვეთილებს იღებდა კერძო პედაგოგთან. და პირდაპირ ესე იგი დაამთავრა სკოლა, წავიდა პირდაპირ რუსეთში, წავიდა ჯერ მოსკოვში, წავიდა მოსკოვი და შემდეგ გადავიდა პეტერბურგში. და იქ გააგრძელა კონსერვატორიაში სწავლა. აბასობაში მოუსწრო მეორე სამამულო ომმა. და მოხვდა ლენინგრადის ბლოკადაში. ეს იყო რაღაც რამოდენიმე თვე ცნობილია ლენინგრადის ბლოკადა, რამოდენიმე თვე, როდესაც იყო საშინელი სიტუაცია, იყო შიმშილი, იყო უშუქობა, იყო რა ვიცი, გაუსაძლისი ცხოვრება. და ამ პერიოდში მოუწია სანდრო მირიანაშვილს. მაგრამ მან არ გაიტეხა გული, რომ იტყვიან, მედგრად შეუდგა თავის შემოქმედებას, თავის საკომპოზიტორო საქმიანობას და შექმნა ლენინგრადში არაერთი შესანიშნავი ნაწარმოები. მათ შორის მე მოსმენელი მაქვს ლენინგრადის ვალსი, ასეთი წყინვალე ვალსი, გადასარევი ვალსი. თავისი ჟღერადობით, თავისი მუსიკალობით, თავისი ფერებით, თავისი რა ქვია აკადემიურობით, მართლაც წყინვალე ნაწარმოები. და ერთი რამ ისტორია ახლავს ლენინგრადის ბლოკადას, რომ ლენინგრადის ბლოკადის დროს ესე იგი რაღაცა ულუფა იყო დაწესებული, პურის ულუფა 125 გრამი დღეში. დიახ. და ეს 125 გრამი ერთი დღის ულუფა სანდრო მირიანაშვილმა დაუთმო ვიღაც პიროვნებას, ვინც შტრაუსის, რა ქვია, ხელნაწერი ნოტები, ხელნაწერი ნოტები, რა ქვია, გადასცა მას. და ეს ჩამოიტანა სხვადასხვა მერე თბილისში ჩამოიტანა მას. ნუ ამის შემდგომ მე ბრუნდება ეს საქართველოში და იწყებს აქტიურ შემოქმედებით საქმიანობას.
და ხმის ჯერ არის 52-55 წლებში ის იყო ამიერკავკასიის ჯარების ესე იგი ანსამბლის ცეკვისა და სიმღერის ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი. შემდეგ იყო ფილარმონიაში ესტრადის რა ქვია სამხატვრო ესტრადის განყოფილების სამხატვრო ხელმძღვანელი. და ამ დროს იქნება უკვე სანდრო იწყებს ფაქტიურად სანდრო მირიანაშვილი არის ასე იგი რა ქვია დამწყები ფუძემდებელი ანსამბლური რა ქვია სიმღერის აი დუეტების ტრიოს კვარტეტის მან შემოიტანა სხვათაშორის ერთ-ერთმა პირველმა შემოიტანა ეს მიმდინარეობა გააჟღერა და უმაღლეს მწვერვალზე აიყვანა. ჩვენ ეხლა მოდით გავუშვათ სწორედ 1960 წელს გაჟღერდა მისი სიმღერა განდაგანა, რომელსაც ასრულებდნენ ეთერით ბაზავა და ციცინო ციცქიშვილი და გავუშვათ. შემდგომ ხო ეს ქმნის ესე იგი უამრავ ნაქვია სიმღერებს როგორც სოლო სიმღერებს ასე ანსამბლში ესე დუეტებისა და ტრიოსა და კვარტეტის სახით იქნება ახალი სიმღერები დიელო ნაქვია ისევ ბიჭი ვარ ხუჭუჭა პატარა დიახ და მიტნიავის ნაკადული ქარიმღერის მერი ეს ყველაზე ეს მაგის ალბათ მწვერვალი მე ასე მგონია ეგ არის ზუსტად მერი გალაქტიონ დაბიძის ტექსტზე შექმნილი კვარტეტის შესანიშნავი წყინვალი ნაწარმოები სხვა შორის და მაგის ნაწარმოებებს ზოგადად ცნობილი მომღერლები ეს მაშინდელი მომღერლები ლილი გეგელიან Very children. მღეროდა ორერა. ანსამბლები ორერა. დიერო, დიელო. დიახ, ჩვენ ახლა შევთავაზოთ ჩვენს უფას მაყურებელს სწორედ ორერა მღერის არაჩვეულებრივ სიმღერას და ჩვენი მაყურებელი ახლა ამას მოისმენს, ეს არის დიელო. გახსოვს როცა გვირდებში გადიელო მე და შენი გაზაფხული დიელო ბუდეში რომ ვერიცდი დადიელო გული ფრენას განზრახული დიელო ბუდეში რომ ვერიცდი დადიელო გული ფრენას განზრახული დიელო Damdiyodid dielo Saubari gdeldevoda dielo Sasvidorov dadgevoda dielo Ganchorevat deldevoda dielo Sasvidorov dadgevoda dielo Ganchorevat deldevoda dielo Mașinuri cargat nobig dielo Rom sadgmeli erti kunda dielo Magram mai Iver
ამბობდა დიელო დღეს კი როცა შემოდგომას დიელო დაუწია ფოთლის ვენა დიელო ისათქმელი მაშინდელი დიელო აღარც მე მაქვს აღარ შენა დიელო ისათქმელი მაშინდელი დიელო აღარც მე მაქვს აღარ შენა დიახ, შემდგომ ბატონო გელა სანდრო მილიანაშვილის დამსახურება ის არის, რომ მან ესე იგი თავის შემოქმედებაში ახალგაზრდობა ჩართო. სტუდენტურ ანსამბლებს ქმნიდა, ესე იგი უმაღლეს სასწავლებლებში ქმნიდა სტუდენტურ თვითშემოქმედებით, ესე იგი ანსამბლებს. ეს იყო სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეს იყო მაშინდელ გპ-ში, იყო უცხოენათა ინსტიტუტში. იქნებოდა და აქედან ესე იგი მან გამოიყვანა უამრავი შესანიშნავი ბრწყინვალე მომღერალი და ამავე დროს შექმნა ბრწყინვალე ნაწარმოებები, რასაკვირველია, რომელიც შემდეგ გაჟღერდა და ერთხელ მახსოვს ტელევიზიაში ვიყავით ჩასაწერად და ტელევიზიიდან გამოვედით, ქუჩაში ვიღაც გამლელი პიროვნება მღერის ხარი მღერის. დიახ, არაჩვეულებრივი. რომ მოისმინა სანდრო მოიხედა და უყურებს ახლა იმას და რა არ მოგეწონაო ეს გამლელი ეუბნება, არ მოგეწონაო? ჩემი ნამღერია? არ მოგეწონაო? მე სულ ვამბობდი მეთქი როგორ არის, მე ვთხარ აი ქუჩაშიც კი მღერიან, მე ვთხარ ჩემს სიმღერებს. დიახ. და მართლაც მის სიმღერებს ქუჩაში მღეროდა ხალხი და თვითონ ესეთი უშუალო იყო, ხალხური იყო და რაც თავარია თვითონ აკეთებდა აკომპანიმენტს, თვითონ უკეთებდა აკომპანიმენტს. ბავშვებსაც, უპროსებსაც, თაობასაც და თვითონ იყო ამისი რასაკვირველია. სხვათა შორის ბათუმში ძალიან ბევრჯერ ჩამოდიოდა იქ აჭარის ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი. ხაბაძე იყო. დიახ, იქ იყო ასეთი პიროვნებები, ლეილა ვერულაშვილი და ლევან მურადელი და სწორედ მათ უქმნიდა ის დუეტს. აი თქვენ რომ ბრძანეთ ეგა რომ დუეტი, აი შესანიშნავი დუეტები ქონდა. მე პირადად მას კარგად ეთენ გვაზავა და თეჯინო ციცქიშვილი ფაქტობრივად ამის ამოყვანილია და გვაზავას შემდეგ ნათელ კირვალიძე ჩაერთო ნათელ კირვალიძე და ხო ჩვენ ეხლა გავუშვათ ფრთები არაჩვეულებრივი სიმღერა არის
შემდგომ გავაგზავნოთ ხო, ესე იგი ეს კოლექტივები, რომლებიც ესე იგი თვითშემოქმედებითი კოლექტივები. დიახ. გარდა ამ რა ქვია უმაღლესი სასწავლებლებისა, ის ძალიან რა ქვია ბავშვთა ანსამბლებს აქცევდა ძალიან დიდ ყურადღებას, ბავშვთა, პატარა ბავშვების, ესე იგი სკოლის მოსწავლეების. დიახ. ძალიან ესე იგი ხშირი ურთიერთობა ჰქონდა თავის მშობლიურ სიღნაღის რაიონთან. ყოველ წელიწადს მეც ცოტაშორის თქვენი მონამორჩილი მეც მონაწილეობდი ხშირად ამ საღამოებში. ყოველ წელიწადს მართავდა სიღნაღში სოლო კონცერტს. ჩამოდიოდა როგორც აი ვანობის სიმღერის დღესასწაულზე ჩამოდიოდა თავის ნაწარმოებებსაც იქასრულებდა მომღერლები, მათ შორის თქვენი მონამორჩილი სასწაულია. ჩვენ გავუშვებთ მაგ ვიდეოსაც შემდგომ ტრიო შაშვები, აი იყო ასეთი ანსამბლი, თქვენ ტრიო უბრალოდ და მიუძღვნა მან სიმღერა ძალიან მე მიყვარს ეს სიმღერა, ასეთი სახელწოდებით მიყვარხარ. ხო, და ძალიან ესეთი ძალიან ორიგინალური ჰარმონია ჰქონდა მას. ხო, რაღაც არავის არ გავდა, არავის არ გავდა. თავისი ხელწერა ჰქონდა. კი, ამიტომ იყო საინტერესო, და ძალიან მე პირადად მადლობელი ვარ მისი, რომ მასთან მქონდა მე პირადად შეხება, ერთად ვიყავით მოსკოვში 91 წელს უკვე ის ასაკში იყო, მე სულიად ხალხაზრდა გოგონა ვიყავი, აჭარის დღეები მიმდინარეობდა მოსკოვში და სწორედ იქ მე ჩემი ანსამბლით ვიყავი მიწვეული, მე შემოქმნილი მევიოლინთა ჯგუფი, რომელიც შემდეგ გადაკეთდა ანსამბლად და ბატონმა გოგი ცაბაძე მომიწვნა ჩემს მოსწავლეებს მიუძღვნა ბათუმური ვალსი და სწორედ მატარებელში ძალიან დამეგობრდით. მეორე კუპეში იყო ბატონი სანდრო და აი ასეთი იმით კარგი მოგონებები მაქვს რო გავიხსენო, ცოტა დიდი დრო წავა, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ძალიან ვაფასებდი ამ ადამიანს. ჩამოდიოდა სპეციალურად ბატონო გელა და ამ დუეტს ვერულაშვილისა და მურადელის ასწავლიდა თვითონ თავის სიმღერას. და თვითონვე უკეთებდა მან აკომპანიმენტს და აი ასე კონცერტზე ასეთი სახით გამოყავდა ეს პიროვნებები და თავისი შემოქმედებას. ეხლა თქვენის ნებართვით მე მინდა გავუშვა შაშვები, ტრიო შაშვები, სადაც მღერიან მიყვარხარ ასეთი სიმღერა არის.
შემდეგ გევედრები ნურმის ეთმიგურიდა ჩემსა შემდეგ გევედრები ჩემსა შემდეგ ნურმის ეთმიგურიდა მივორღა გავაგზელოთ ტრამვაი ტროლეიბუსის რა ქვია კოლექტივისა კოლექტივთან ქონდა ძალიან ესეთი ურთიერთობა. შემოქმედებით ურთიერთობა. იქ ყავდა ალბათ ის კვარტეტი რომელიც იყო რა ქვია ტოგონიზისა და იმით კაპანაძისა და ესენი ეს კვარტეტი რო იყო ტეტეოს კვარტეტი არის ესა და აი მერის ასრულებენ ზუსტად ეს ტეტეოს კვარტეტი. შენ ჯვარს იწერდი იმღამეს მერი იმღამეს აქ დომა სამდომიანის ელვა და ფერი კი არა ჩვეულებრივი რა გენიალური ჩვენი რა ქვია გალაქტიონის სხვადასხვა გალაქტიონის ლექსის დონემდე ასული კვარტეტის ნაწარმოები იყო. კი სხვადასხვა ძალიან აი მოდით ასე ვთქვათ რაღაცა უნიკალური ხმებიც იყო იმ შემთხვევაში ესე კარგად მღეროდნენ და თვითონ ნაწარმოები და თვითონაც რო უკეთებდა აკომპანემენტს რაღაც შეკრული იყო ეს მისი სიმღერები და ალბათ ესეც თავისებური იცით მოფიქრება იყო მისგან რომ თვითონ უნდა დაეკრა სხვადასხვა უნდა აღვნიშნო რომ ნოტების მიცემა საერთოდ არ უყვარდა თავის ნაწარმოებების რო სხვისთვის მიეცა ძალიან კარგ საკეთები და ვიღაცა მის მაგალითად აი მე რომ საკავშირო ფირმა მელოდიისთვის რომ ჩავწერე მაგიში სამი სიმღერა სამი აქტორის ორი რომანსი და ერთი სიმღერა ესე იგი თელი ის დამჭირდა მაგის გულისთვის რომ ეს ნოტები მიმეღო იმიტომ რომ კონცერტმეისტერი სხვა მყავდა მე და წერდი საკავშირო ფირმა მელოდიისთვის მე საკავშირო ფირმა მელოდიაში კონკურსში გავიმარჯვე და ჩანაწერი უნდა მელოდიისთვის უნდა ჩამეწერა ნაწარმოებები და მაგის რუსფერი გაქვს თვალები დავდივარ ღამებნელა და კოსმონავტების სიმღერა ესე იგი დამჭირდა თელი ომი დამჭირდა რომ მაგისგან ნოტები მიმეღო ხო აი ეხლა სწორედ გავუშვათ ჩვენ თქვენი ნამღერი სიმღერა დავდივარ ღამებნელადა თქვენ თვითონ მოსკოვში სხვადასხვა ჩვენც ვიყავით ტრამვაი ტროლეიბუსის ანსამბლთან ერთად გასტროლებზე მეც გახდით იქა ეს იყო 64 წელი და გამოვედით იქ სვეტებიან დარბაზში გამოვედით იქ რა ქვია ყრილობათა სასახლეზე გორკის კლუბში გამოფენაზე რა ვიცი ერთი დაახლოებით 10 ორგანიზაციაში გამოვედით ესე იგი გამოვედით და გამოვართეთ კონცერტი გამოვართეთ რა ეხლა სანდროს ქონდა სულთან ქართული ხელწერა ქონდა
სულთა ქართული ხელწერა. დიახ. ქართული მეობის, ესე იგი ნამდვილი ისეთი რომ არაფერი სხვადასხვაის იმიტომ იყო რომ გოგოლ ლეონიძემ ასეთი სიტყვებიც კი უთხრა მას. ჩემო სანდრო შენო ყური ქართულ მიწაზე გიდევსო და იქიდან იღებო მელოდიებსო, იქიდან კრეფა მელოდიებსო. ხოდა და მართლაც ასე იყო, იმდენად ქართული იყო ქართული იყო. ნამდვილ ჭეშმარიტი, ესე იგი ჩვენებული რომ რა ქვია რომ სხვისგან გამოირჩეოდა, სხვას არ გავდა არავის აბსოლუტურად. და როდესაც აი მას წერდით, რა ქვია, ზღვისფერი გაქვს თვალები, არის, რა ქვია, კონსტანტინე გამსახურდიას ლექსი. ტექსტი, დიახ. და ეს რომ გავაკეთე, ეს იყო დაახლოებით 67 თუ 68 წელი, არ მახსოვს. ხო და რომ გავაკეთეთ ეს, რა ქვია, სანდროსთან. ნაბერეჟზე ცხოვრობდა ის. ხოდა სანაპიროზე. დიახ. და დაურეკა კონსტანტინე გამსახურდიას, ოტიე გამსახურდიას და მივედით რა, დავედით ახლა და მოისმინა კონსტანტინე გამსახურდია მოისმინა თავის ლექსზე დაწერილი რომანი და თავად გევხართ თუ არ შეგეყვარდები და მისხოვდები სხვას. ესე იგი ეს წყნარი და მშვიდი კაცი კონსტანტინე გამსახურდია ის ხო ძალიან ისეთი იყო ძალიან ემოციური მაინდა-მაინც ესეთი ესე იგი იმდენად იმასთან რომ ფეხზე წამოდგა კაცო და გადაერია კაცი ეს რა მომასმენინეთ კაცო. ასეთი მეუბნით იყო ეს ჩვენი გამშვალული ჩვენი მართლაც უნიჭიერესი პიროვნება ჩვენი სანდრო მელიანაშვილი. სხვადასხვა იმდენად ახლოს იყო ახალგაზრდა რომ მას თხოვეს 56 წელს სტალინთან დაკავშირებით სანაპიროზე რომ ესეთი რომ მოხდა. ეს ჩაიყენეს სტუდენტებმა ჩაიყენეს წინ და ხო კი წინ ჩაიყენეს სანდრო და მაგრამ სანდროს იქამდე სანაპირომდე არ მოუწია მოსვლა, იმიტომ რომ დააკავეს. დააკავეს 50 დღე თუ 60 დღე იდგა იმაში კგბ-ს იმას ციხეში. სანდრო მილიონაშვილი. და ამიტომ იყო რომ მე მაინდა-მაინც ახლა რა ქვია სახელმწიფო მაინდა-მაინც არ წყალობდა, მაგრამ ხალხი გირდებოდა მას, ხალხს უყვარდა, სიგიჟემდე უყვარდა სანდრო მილიონაშვილი და მისი სიმღერები, მისი მელოდი, მართლაც უბადლო მელოდიები და ბრწყინვალე მელოდიები მართლაც შეუდარებელი მართლაც. და ამიტომ არის რომ, მაგრამ სამწუხარო ისაა რომ აი გავიდა დრო და იმის გამო რომ მაინდა-მაინც ახლა ნოტების მოცემ ხო გეუბნებით არა მთელი ომი დამჭირდა რომ აი ეს სამ ნაწარმოებზე ზაქი მიმეღო ნოტები კაცო. იმიტომ რომ მოვწყავ წერ უკვე აუცილებლად მოწავწერო მეთქი და კონცერტმეისტერი ხო და მოვთხარ აუცილებელია. თქვენ არის სურვეთ თვითონ გაეჭეთებინა აკომპანიმენტი თქვენთვის? არა, იმიტომ რომ მე კონცერტმეისტერთან ჩავწერე გარდა სანდროსი, მე ჩავწერე დაახლოებით ესე იგი 18 ნაწარმოები ქართული კომპოზიტორების. თუ სხვადასხვა კომპოზიტორების ვარ, იქ არის დია კარგარეთელის, იქ არის ზაქარია ფალიაშვილის და ცნობილი კომპოზიტორების, შალვა მშველიძე, ალექსი მაჭავარიანის და რევაზ ლაღიძის, ესეთი ყველაფერი. კონდა ესე იგი 18 ნაწარმოების სხვები ჩავწერე და 3 ნაწარმოები ჩავწერე ამისი. ხო. მაგრამ მაინც არ გინდოთ თუ ესეთი ხასიათი ქონდა? თვითონ ქონდა ასეთი, აბა ეხლა სადაა მაგის ნოტები, ეხლა არის მაგის ნოტები უნდა გამოცემული იყო ბოლო-ბოლო ან 100 რა ქვია სიმღერის რა ქვია სანდრო მილიონაშვილის 100 სიმღერა ან 100 თუ 200 800 სიმღერა ქონდა გოწო 800 სიმღერა ეხლა 800 შეიძლება რა ქვია ისეთი არ იყო ისეთი დონის რასაკვირველია მაგრამ იქიდან ხო 800-დან ხო 200 300 ხო შეიძლება და ყოფილიყო ისეთი წყინვალე ნაწარმოებები იმიტომ რომ მაგის ნაწარმოებები ყველა მელოდიური იყო ყველა მღერადი იყო
რომ თანაც ძალიან იოლოთი ითვისებდი ადამიანს. ხო, ძალიან მელოდიური იყო და მიტო. ხო. ახლოს იყო ეს მისი მელოდია. იმიტომ ადამიან უბრალოების სტატუსს არ ჩავთვლით, ესე იგი, უფრო ხალხური იყო, ასე შეიძლება ჩავთვალოთ. მართლაც ხალხური იყო მაგის იმდენად მისაღები იყო და იოლად რა ქვია, აღსაქმელი მაგისი მუსიკა, რომ ესე იგი არ იყო რთული რა, არ გიჭირდა რომ აი რა ქვია, იმიტომ იყო რა ქვია, რომ ყველა მღეროდა მისი. ხო, ყველა მღეროდა, ახლა არაპროფესიონალები მღეროდნენ. არაპროფესიონალები მღეროდნენ. თითქმის ფაქტიურად მაგისი ნაწარმოებები იმღერა ყველა არაპროფესიონალმა. როგორ ფიქრობთ თქვენ, აი სიმღერა მივდივარ მიყვები და ასე მგონია რომ აი ხუჭუჭა პატარა, ხო? გიაჭერიძის და გიორგი მოწერელიას დუეტი. ხო, აი როგორ ფიქრობთ, აი მისი პერსონა ხო არა აქვს, შეიძლება გამოტანილი. ხო, თავისი ახალგაზრდობაც გაიჩინა. ხო, რაღაც ასე მე ასე ვხედავ ყოველ შემთხვევაში და რაღაცა არის. ხო, უდაოდ. კარგია, აი ესეც კარგი ნიუანსია, რომ თუ თვითონ ხედავდა რომ გადიოდა ასაკი ემატებოდა და აი თანაც მასაც ხო ხუჭუჭეთმები ჰქონდა. ალბათ თავისთავად მიუძღვნა ალბათ ეგ სიმღერა. მაგრამ აი ეს არის რომ სამწუხაროდ დღეს არის ის მაგის სიმღერები. ხო, ალბათ იმიტომაც რომ ეს ნოტები საიდან ხო, რა თქმა უნდა. ნოტები უნდა იყოს გამოცემული, მაგრამ შეიძლება ბევრ სურვილი აქვს, რა ქვია, რომ იმღეროს და მე ასე მგონია, რომ მაგის სიმღერა არასდროს მოძველებული არ იქნება. და ერთი მინუსიც ექნება ამ შემთხვევაში. იცით რა, თუ ნოტები არ იქნება, მომღერალი რაღაც თავისებურ შტრიხს შეიტანს იქ. თავისებურ. ხო, შეიძლება რაღაც მიამატოს, რაღაც გამოაყოს და ეს უკვე ხდება მისი ხელტერის აცდენას. მე ასე ვფიქრობ. ხო, რასაკვირველია. ეხლა თქვენის ნებართვით გავუშვათ კელაპტარი მღერის არაჩვეულებრივ სიმღერას ჯერ არ იქნება გვიან. Suszušeno dvarskovit dvalo Šenogovini speritovale bih konda Mečavi govilo Nihvarda kalo Vinici Ideva mova šabula Vinicis Čera ikneva kvija Mešen mazecam nam ima pura Neušeno das Niđnurima kvija Ratom pecame ase Tugan šorebas pikrobdi bolos Ženi duče bi alublep zgavda Me zalubleli Nihvarda Ideva mova šabura Vinicis Agarika neba kvija Mešen mazecam nam ima pura Neušeno da
ბეჯნური სანდრო მირიანაშვილი როგორცაც ეთი ხო დღეს მოგახსენეთ რომ თავის მშობლიურ რაიონთან სიგნახთან ქონდა მჭიდრო ურთიერთობა და ყველა ღონისძიებაზე მონაწილეობდა ხოლმე. ნუ მეც ვინაიდან ბეციკიდან გახლდით, რა ქვია, ხშირად მონაწილეობდით. ჩვენი შემოქმედებითი ურთიერთობა დაახლოებით 30 წელს მოითვლის. 30 წელს კი. და მე მაგას ქონდა გარდა იმისა, რომ ეს აი დუეტების და რა ქვია, ანსამბლური ნაწარმოებები ქონდა. მაგას ქონდა შესანიშნავი, რა ქვია, რომანსები. ესე იგი, სოლო რომანსი, ესე იგი, კლასიკურ რომანსამდე აყვანილი შესანიშნავი ნაწარმოებები. რომელსაც 7-8 ნაწარმოებებს მე ვღეროდი მაგალითად. ერთ საღამოზე ვიმღერე 8 ნაწარმოებები მაგაში. აი სწორედ მოდით მისი მუზეუმი ვახსენოთ, რომელიც სიღნაღშია. არის და ეხლა ამჟამად მიმდინარეობს ამ მუზეუმში სარესტავრაციო სამუშაოები, სარემონტო სამუშაოები. დიახ. და აქ განთავსებული არის მისი, რა ქვია, ექსპონატები, მისი სურათები, მისი მასკოტი და ძველი ნივთებს აგროვებდა, სადაც ჩავიდოდით, სადაც კი ნახავდა ძველ ნივთს აუცილებლად მოჰქონდა. და აგროვებდა, მოაგროვა და ეხლა იქ არის გამოფენილი სიღნაღის მუზეუმი. ჩვენ ვაჩვენებთ ეხლა. არაჩვეულებრივი სიმღერა არის ბატონო გელა ქარიმღერის. სინვალი. მეც მაქვს ეს ჩემს რეპერტუარში. და მინდა გითხრათ რომ რაღაც ისეთი იური სამღერია, თითქოს გონია რომ ძალიან ძნელიაო, მაგრამ არა. რაღაც ისე მიდის ისე ჯაჭვისებურად, რომ ტონალობასთან დაკავშირებით არ ვამბობ, მაგრამ აი სიმაღლეები ისეა კარგად დაცული, აი კვინტური წყობა, რომ არც ერთ მომღერალს არ გაუჭირდება დიაპაზონების მხრივ სიმღერა. და მე პირადად ყველგან მღერი ვარ ამ სიმღერას. ძალიან სასიამოვნოა. სხვადასხვას მეც მომისმენიათ ტელევიზიით ანსამბლები მღერის. კი, ძალიან ბევრი მღერის, სოლისტების მღერია. ახალგაზრდა გოგონა გამოვიდა, რაღაცა კონკურსი იყო, სატელევიზიო კონკურსი და იმღერა ქარიმღერის გიტარაზე. დიახ, არის გიტარაზე. ახალგაზრდა გოგონა შესანიშნავი შესრულებით, ხო და იმღერა ქარიმღერის. კი, ძალიან ლამაზი მელოდია, მინდა გითხრათ, მე ძალიან მომწონს და მუდამ მღერი. აი გარდა აი ამ სასიმღერო, რა ქვია, უფრო ესე იგი მელოდიურობის თვალსაზრისით და დუეტებისა და ტრიოსა და კვარტეტების გარდა მას ჰქონდა კლასიკური ნაწარმოებები ჰქონდა. მაგას მას ჰქონდა დაწერილი, აი ის ნოტები სად არის ახლა არც ვიცით ახლა ჩვენ და ვიცი რომ ჰქონდა ეს შვილება უნდა შვილება იქნება აუცილებლად. რა თქმა უნდა და რატო პასიურობენ? საბავშვო ოპერა რუხინგელი დაწერილი, საბავშვო ოპერა. და ამავე დროს ესე იგი ოპერა ჰქონდა გაკეთებული შუშანიკი, ასეთი შუშანიკის. და გამოცემული ჰქონდა ესე იგი დამწყები, რა ქვია, დამწყები მუსიკოსები ბავშვებისთვის, ესე იგი გამოცემული ჰქონდა, ესე იგი კრებული 50 ჩუქურთმის სახით. აი პიესების, პატარა პიესების სახით ჰქონდა, რომელიც პატარა ბავშვები, ესე იგი სწავლის დროს, მუსიკალურ სკოლაში სწავლის დროს გამოიყენებდა. შესანიშნავი პიესები ჰქონდა.
ხო და რატომ მე მიკვირს რატო პასიურობს მისი შვილები ამის არ ვიცი ახლა მე ხო ჩვენ მაგას ვერ გავიგებთ მართალია მაგრამ მეც მქონდა შეხება მინდა გითხრათ რომ მე შევთავაზე დაურეკე ქალბატონ ქეთინოს და ვთხოვე რომ მინდა მეთქი მასალები და გავაკეთოთ კარგი გადაცემა თქო მე ჯერ კიდევ სხვა ტელევიზიაში ვიყავი და არის სურვა ძალიან ცუდი და ამან გამოიწვია ის ეხლა ეს ნოტები რომ გამოცემული იყო თუნდაც კრებულის სახით სიმღერების კრებული ყოფილიყო ეს ნოტები რო ქონოდა თვითონ შემსრულებლებსაც რასაკვირ არც შემსრულებლებს არ აძლევდა თვითონ უკრავდა და ამღერებდა ესე და იმათ ნოტების უარ ჭირდებოდათ იმიტომ რომ სანდრო აკეთებდა აკომპანემენტს თვითონ და მომღერლებს ახარ ჭირდებოდათ ნოტები და მაინდამაინც ესეც მაინდამაინც ძალიან ეს მიმართულება ქონდა რომელმაც თვითონ დაიბლოკა მოდი ხო ესე იგი ნუ ესეთი ხასიათი და სამწუხაროდ ცუდად გამოვიდა იმიტომ რომ ეხლა მაინც თუ არის არსებობს რაიმე ნოტები შვილებმა უნდა ესადონ რომ როგორმე გამოდის დაცალია ესე მუსფონდი იყო არა მუსფონდი და მუსფონდი აღარ არის მუსფონდი ეხლა ვიღაცა კერძო პიროვნება თუ დაინტერესდება და გამოსცემს მაგის სიმღერებს და ცოტა არ იქნება სხვათა შორის საკმარისი რაოდენობით იქნება და თანაც იქნება ძალიან კარგი შესანიშნავი წყინვალე მელოდიური სიმღერები გეთანხმებით ჩვენი დრო უახლოვდება ბატონო გელა და ეხლა მინდა შევთავაზო ჩვენს ძვირფას მაყურებელს არაჩვეულებრივი სიმღერა ქარიმ ღერის რომელსაც ასრულებს თეატრალური კვარტეტი და ვთვლი რომ საუკეთესო შესრულება ნიაზ დიასამიძის სიტყვებზე არის ეს დაწერილი და თქვენის ნებართვით დავემშვიდობები კიდევაც ჩემს მაყურებელს და გავუშვებთ ამ ვიდეოს და ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე კარგად დამდებოდეთ აღარც გესო შენთვის გული რომ ველოდო უთვალავი საუკუნე არასოდეს აღარ მოვა სიყვარული ჩემი დარდი ყვავილებმა სარიცია რადრამდროვე საოცნებო შავთვალება რადრამდროვე ვარსკვლავების დამცინია ჩემო მზეო გელოდები მოგიმალე მინდოდა რომ მხოლოდ ერთი მყარებოდი გამიღალე გელოდები